და მიშა მშვილდაძეა ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით მიშა. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ერთად ვისხედით გუშინ კვირის ფორმულაში და მაშინ ფორმულას 1 დაკავებული ჟურნალისტი ყავდა. ახლა 2-ია, გათესულ რაღაც რამდენიმე საათიანი სხვაობით. აღიქმებ თქვენ განცხადებაც გამოაქვეყნა ფორმულამ. რა დაღიქმება ეს ერთ დღეში 2 წამყვანის დაკავება 24 საათში ფაქტობრივად? აღიქმება შეტევათ ერთდროულად მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ჩვენზე, სიკეთეზე, სინათლეზე და ყველაფერ კარგზე, რაც კი ამ ქვეყანაში მიუხედავად მასზე გაბატონებული ბოროტებისა, რუსეთისა და მისი მსახურებით რაღაცა ბჟუტავს ამ ყველაფერზე, ამ ნაპერწკალზე იმედის, რასაც ეს ყველაფერი წარმოადგენს, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ თავისი არსითაც ეს არის რა, ამას ნიშნავს, იმიტომ რომ მიიღეს რაღაცა ბოდვა, რა დავარქვათ ამ კანონებს, არ ვიცით, რაღაცა ცუდი კანონების ბოროტი კანონი მიიღეს კიდევ ერთი არსებული ბოროტი კანონი კიდევ უფრო გააბოროტეს. კიდევ უფრო სასტიკად დაამძიმეს, ფინანსური სანქცია შეცვალეს დაპატიმრებით და ამას აკეთებენ რაღაცა სპორტული ჟინით და აზარტით, თითქოს რაღაცა სხედვართ ახლა ყველანი და ვითომ პოკერს აბა ვინ მოიგებს თუ რაღაცა ეგეთი შეჯიბრი არის და აბსოლუტურად მორალისგან, ადამიანობისგან დაცლილი პროცესი არის, რასაც უყურებთ და რამდენი ადამიანიც ამაში მონაწილეობს გულისხმობ იქ ვიღაც დამკავებელ პოლიციელებს, მერე იმ პროკურორებს, მერე იმ ვიღაც სრულმოწმეებს, მერე იქ ვიღაც მოსამართლეებს შემაშფოთებელი იქნებოდა ესე იმდენი ხანი რო არ გრძელდებოდეს ერთი რამდენი გრძელდება და მეორეს მხრივ ამ პროცესში რომ არ აღმოგვეჩინა რომ მაგალითად აი ამ მოსამართლეების გვარები ვინც გვესმის ძალიან ხშირად მეორდება. ძალიან ხშირად მეორდება რა დაგღალამ, წაწუამ მე წავარ დაჯარიმებული, აგერ ის და ახო დააპატიმრა რამდენიმე მოსამართლეში ვტრიალებთ სინამდვილეში არ დავიჯეროთ რომ ეს ქვეყანა ისეთი გაღწნილია, როგორი გაღწნილი ხელისუფლება წავს. აი ეს არის მთავარი ამოცანა ახლა, რაც ადამიანებმა უნდა და ადამიანები ვართ რა მართლა რა და თითქოს მიგვაჩვიეს იმ აზრს რომ ეხლა ესე რომ შევადაროთ რა ამბებიც გადიოდა ჩვენს წინ. წარმოიდგინე 2012 წლის 2 ოქტომბერს იცოდე რომ აი 2025 ესეთი იქნება რომ აი საინფორმაციოში ამას მოისმენ რომ გერმანია მელჩი გაიწვია. ეს რაღაცა აბსოლუტურად წარმოუდგენელი ხო არის 2012-ის გადმოსახედიდან და გვაჩვევენ მე თითქოს გზადაგზა იმ აზრს რომ იცით რა ამათ ისე გააკეთეს რომ აი ბაყაყს რო წყალში ჩაყრი იქ თუ ცხელ წყალში არ ჩააგდებ და ცივში დელნელა ვერ შეამჩნე ბაყაყები ხო არ ვართ კაცო ჯერ ერთი ჩვენ გონიერი არსებები ვართ ადამიანები ვართ და მეხსიერება გვაქვს რა თქმა უნდა და ეს გზა გავიარეთ და ეხლა თუ ვინმესთვის კომფორტულია რომ თავის მოტყუება განაგრძოს და არ აღიაროს რომ შიშში ცხოვრობს და ტერორის შიშში ცხოვრობს იმიტომ რომ აბა ეხლა ეს რა არის ვის აინტერესებდა მაგათი ოქროები და მაგათი ფეტიშები გამოხატული ოქროში ვის აინტერესებდა ამდენი პერსონალური ინფორმაცია ადამიანებზე აი ეს არის ტერორი მორალური რომ აი ამასაც კი ჩემს შვილობილს ესე უახლოეს გარემოცვას ამხელა გავლენები რომ მქონდა დელეგირებული მასზე აი ესე მოვექცევი მიშა, აი ზუსტად შენ რასაც ამბობ ახლა რომ მეხსიერება აქვს ყველას და რაღაცნაირად ვეღარ შემოგვაპარეს და ძალიან ღიად გვითხრეს რომ ჩვენ ვსვლითო საგარეო კურსო და ვაჩერებთო დასავლეთ ევროკავშირთან ურთიერთობასო ეს ძალიან ღიად თქვა ირაკლი კობახიძემ და ამის მერე აი ეს წამოსული ტალღა სინამდვილეში ვინ გამოიყვანა ეს ხალხი ქუჩაში ხო სინდისის პატიმრებიც ამბობენ რომ თუ ორგანიზატორის მოძებნა გინდათ ირაკლი კობახიძეა ეს ორგანიზატორიო ამის მერე დაიწყო ეს პროტესტის უზარმაზარი ტალღა ირაკლი კობახიძე არის ამ აქციების ორგანიზატორი კი არ არის, რეციდივისტი არის მაგ საქმის ამ აქციების ორგანიზებაში. თუ ვინმეს დაპატიმრება უნდათ, მართლა ეგ არის დასაპატიმრებელი.
20 ივნისიც ირაკლი კობახიძის ორგანიზებული იყო ის აქციები ბჭყალებში, მაგრამ ბჭყალების გარეშე შინაარსობრივად და ზუსტად იგივენაირად როგორც 28 ნოემბერს მისი განცხადება იყო ორგანიზება იმ აქციების, რაც გრძელდება და რო არ მთავრდება, იმიტომაც აპატიმრებენ მერე ჩვენს თანამშრომლებს. ხო და ეს აქციები როგორ შეიყვანეს სახლში მოქალაქეები, რომ ვერ გადაუარა ამ ხალხს ბრაზმან, როგორ უნდა გადაუაროს, ასეთ მნიშვნელოვან ყოფით საკითხზე, ყოფნა არ ყოფნა ფაქტობრივად, აი მართლა მოიგონ ერთი დახვრეტა არ შემოუღიათ, შეიძლება მაგაზეც წავიდეს ბოლო, იმიტომ არიან ასე გაშმაგებულები, ჩემი აზრით, რომ არაფერმა არ იმუშავა მანამდე, არც რუსულმა კანონმა, არც ცემამ, არც მუქარამ, არც ციხემ, არც ჯარიმებმა და ახლა მიადგნენ ისევ ციხეს. ციხის იქით კიდე ციხე ხო არ არის? ციხის იქით დახვრეტაა და დახვრეტას ვერ შემოიღებენ იმედია. და ეს ციხეც გაუფუჭდათ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ვისაც აპატიმრებენ, ის ხალხი ამბობს რომ ჩვენ არ გვეშინია ამ ციხეს, იმიტომ რომ უფრო უარესის დაკარგვის რისკის წინა შევდგავართ. ხო და აი ხა ეს ვახოს დაკავება, ქეთას დაკავება, რაზე მუშაობს? აი რომელს შეაშინებენ ეს ნაწილი არ ვიცი. შენი პერსონალური შეფასება მინდა მოვისმინო ჟურნალისტების დაკავებით რა მიზანი აქვს? სხვების შეშინება ალბათ ვიდრე ამ ხალხის. ყველა შეშინება კი ალბათ რა, იმიტომ რომ ნუ ისეთი ამბავია, რა ქვია, რაც უფრო ხშირად ეკრანზე გამოჩენილ ადამიანი, მით მეტი ადამიანი ცნობს მას, მით მეტი ადამიანი მიიღებს ინფორმაციას მის შესახებ და მარტივია, ამიტომ ეს შერჩეული სამიზნეები და ხო, ნუ თან თუ უკანონობას დაარქმევ კანონს, მერე უკვე ნებისმიერ ადამიანს დაიჭერ. რა პრობლემაა? ხო და ეს ხდება ახლაც რა, მოიგონეს რაღაცი, არასოდეს ამ ქვეყანაში რუსთაველზე გადასვლა ციხით არ ისჯებოდა. რავი ხა რუსთაველზე რა არ მოხდა რა მართლა ტყუებიც გასროლილა და 1000 უბედურება უნახავს მაგ ადგილს, მაგრამ ეხლა ის რომ იქ გადახვიდე და ამის გამო გიჭერდნენ, ეს კობახიძის მოგონილია. უფრო პუტინის და კობახიძის ნათარგმნი და განმოღებულია. აქ ჩვენთან კობახიძე. ჩვენთან კობახიძე დანერგა. ბაი კობახიძეა. ხო და რავი ახლა ის არის რა ქვია, არ ტოვებენ სამწუხაროდ არ ტოვებენ ღირსების კუთხეს რა, სადაც ადამიანი როგორ თქვა, აი რაღაცა შეეფარება რა, რომ აი ნუ რა ვქნა ახლა ის არის. იმიტომ რომ ესენი ბრაზის განელებას ელოდებიან, სინამდვილე ბრაზის განელება კი არ არის. ეს არის დაჩმორება არის საბოლოო ჯამში რა. მოგერევი, ეს აქცენტი აქვს. აი მოგერევი. აღიარება სისუსტის და ბეჭაობის თავის იმის და თავის დახრა და კედის მოხრა და ყველაფერი ის რა ვიცი, რაზეც ჯერ არც ერთი სიმღერა არ დაწერილა, არც ერთი ლექსი, არც ერთი კინო არავის არ გადაუღიათ, არც მოთხრობა, არც რომანი და არაფერი. მაგაზე ოხ რა მაგრად მოუხარეს ქედი. გაიგიათ ეგეთ სიმღერა, მე არ გამიგია, ოხ რა მაგრად მოუხარეს ქედი. ხო და როგორ შეიძლება რომ ეგ მოხდეს? რავი, ამხელა ისტორიის მქონე ერშიდან ქვეყანაში შეუძლებელია, მეც გეთანხმები მიშა და სულ ბოლოს ჩვენ განცხადების ნაწილი წავიკითხეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს ფორმულა, რომ რეჟიმმა ამაში გადაიხადოს ფასი, იმიტომ რომ შენ ერთი სიტყვა ქონდა სწორი, შეგვაჩვიონ ცდილობენ, ხო? რაღაცნაირად თითქოს ჩვეულებრივი ამბავი უნდა გახდეს, ტელეწამყვანი, მსახიობი, არა აქვს მნიშვნელობა, ხო? რაგბისტი ვიღაცა, სულ ერთია, ხო? საკუთარი პროფესიაში შემდგარი, წარმატებული ადამიანი რეჟიმმა რომ ამ თავის საქმიანობას შვილებს, პატარა შვილებს, ოჯახს მოწყვიტოს, 9 კლიტულში გამოკეტოს, იმიტომ რომ ის შეკრების თავისუფლების მომხრეა და კი, როცა შეკრების თავისუფლებას კრძალავენ ქვეყანაში, ეს მიდის და უდგება მოქალაქის გვერდით და ამბობს, რომ მე დავიცავ ამ ქვეყანაში შეკრების თავისუფლებას. ჩვენი პროფესიის წარმომადგენლებისთვის ეს ერთ-ერთი ჩვენი პროფესიის ნაწილია ამის დაცვა რა. ჩვენ იმისთვის ვარსებობთ, რომ ადამიანის უფლებები დავიცვათ და სადაც ის ირღვევა, ის გავაშუქოთ. ეს არის ნომერი პირველი ამოცანა, ფუნქცია და მოვალეობა მედიის და ბუნებრივია ადამიანების ლტოლვა იმისკენ, რომ პირადადად ჩართულები იყვნენ ჟურნალისტური პროფესიის წარმომადგენლები ადამიანის უფლების დაცვაში იმ ნაწილში, რომ კუჩის გადაკეტვა კრიმინალი არ არის, ცხადია, აბსოლუტურად ბუნებრივად და ნორმალურად და ლოგიკურად ჩანს ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, სოფო რომ როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამავდროულად ტელეკომპანია ფორმულასი რომ უზრუნველყოთ უწყვეტი მაუწყებლობა ჩვენი ძალიან ყველა იმ საკითხზეც რომ ეთერში წამყვანები გვჭირდება.
და არა უშავს მიშა ჩვენ რამენაირად გადავაგორებთ ამ ამბავს ვახოს ვამხნევებთ არ ვიცი ტელევიზორი აქვს თუ არა იზოლატორში ალბათ არა აქვს ხო არ ვიცი თუ აქვს ჩვენ მას არ აქვს ადვოკატმა თქვა კი ბატონო ნამდვილად მას გამხნევება ჩვენგან არ ჭირდება შენ თქვი და მეც ასე მგონია ერთი სანახაობაა ხალხო ვახო რომ გამოვა ამ იზოლატორიდან რა ამბებით გამოვა და რა განწყობით ცალკე შოუ იქნება დარწმუნებული ვარ ფორმულას ეთერში ნახავს ამას მაყურებელი მეც ასე მგონია და ხუმრობა იქით იყოს და მართლა თავს ვიმხნევებთ ნამდვილად იმ ნაწილში რომ ხო ასე ცუდად იქცევა რეჟიმი ეს არ არის მარტივი ბრძოლა, რთული ბრძოლაა, ავტორიტარიზმის დამყარება სურს რეჟიმს, ეს ძალიან ცალსახაა, დიქტატურის დამყარება თან რუსულის, იმიტომ რომ დემოკრატიებში და დასავლეთში და განვითარებულ სამყაროში დიქტატურა და ავტოკრატია ვერ მყარდება, იქ დემოკრატიაა, შეკრების თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა, განათლება, კარგი ცხოვრება, კონკურენცია, შორს წაგვიყვანს ამის ჩამოთვლა, ამიტომ უნდა საქართველოს მოქალაქეს იყოს იმ სივრცის ნაწილი, მაგრამ იქ ბევრი ფული ხალხის ხარჯზე არ იშოვება. ამიტომ ესენი ვინც ბევრი ფული ხალხის ხარჯზე იშოვა, ახლა გვეუბნებიან რომ გამოვყვევით რუსეთში, სადაც თქვენ კვლავ ღარიბები და უფლებოები იქნებით და ჩვენ ვიქნებით დიდრები და მოგერევით. და ეს ბრძოლა არ არის მარტივი, მე კიდევ ერთხელ მინდა სოლიდარობა გამოვცხადო ყველა სინდისის პატიმარს, მათ შორის ჟურნალისტებს და სულ ბოლოს ტელეკომპანია ფორმულა ერთ-ერთია იმ პატარა ბჟუტავს სინათლეებს შორის ამ ქვეყანაში, რომლის ჩაქრობაც ჯერჯერობით ვერ მოახერხა რეჟიმმა, მაგრამ მაყურებელს მოდი ვუთხრათ სიმართლე, გარდა აი ასეთი პერსონალური შეტევებისა და დაპატიმრებისა, რამდენად სერიოზული პრობლემები შეუქმნა რეჟიმმა უკვე დამოუკიდებელ მედიას. ისიც რა ორი ტიპის ესე რომ დავაკვირდეთ აღმოსავლეთ ევროპაში ვაკვირდებით ორი ტიპის მოდიქტატურო რეჟიმებს. ორივე ამ ტიპის მოდიქტატურო რეჟიმებში მედიას თრგუნავენ სხვადასხვა გზით. ერთი გზა არის ლიცენზირება. ეს არის ძალიან მარტივი გზა, ბევრ ქვეყანაში ასეა დალაგებული, რომ არ აძლევენ ლიცენზიას რა და შენ ვერ ხდები ტელემაუწყებლობის ლიცენზიას ვერ აიღებ, ისეთი პროცედურაა გასავლელი და ასე არის ჩახსნილი, რაც არის იმათ აკონტროლებს მთავრობა და ამაზე დგას მაგალითად სერბეთში თუ არ ვცდები და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ასეთი მოდელია. საქართველოში ცოტა ძველი კანონი არის აქ, აი დემოკრატიის ტალღაზე მიღებული ჯერ კიდევ და შესაბამისად ლიცენზირების საკითხი აქ ისე მკაცრად არ არის მარტივად გვარდება, მაგრამ აქ არის უკვე მეორე ტიპის გზა, ეს არის ფინანსური მოგუდვა. ანუ მიდი რაც გინდა ილაპარაკე, ოღონდ რამდენ ხანსაც გაგრძელდება შენი ენთუზიაზმი. იმიტომ რომ ყველა შემოსავლის წყაროს ჩაგიკეტავ, შევეცდები ჩაგიკეტო. ახლა ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როცა ეს პოლიტიკა წლები აგრძელდება მედიის მიმართ და ჩვენი მედიის მიმართ კონკრეტულად და ამ მომენტისთვის ასული არის ალბათ თავის მაქსიმუმზე პროპაგანდა და შესაბამისად ჩვენც ვართ ყველაზე უფრო ფინანსურად მოწყვლად ვითარებაში, ვიდრე ოდესმე ყოფილ ვართ. და ეს პრობლემები გვაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ აქტიურად ყველა ამ პრობლემის მოგვარებას და ამ პრობლემის გამო ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას არავის რომ ფორმულა გაჩერდეს. კი ბატონო. აი ეს პირობა შემიძლია და ენთუზიაზმსდიან, ეს ენთუზიაზმი უკვე წელიწადზე მეტია გამოწვეულია. კი ბატონო. თუ იმეს უნდა ესე არ გამოუშვით სპეცრაზმი. მესმის, ხო, ახლა არ არის ის მომენტი, როცა ხელების ჩამოშვების დროა ან პროფესიიდან წასვლა. თუ ვინმეს ამ თვალსაზრისით რამე დახმარების სურვილი აღეძრება, ჩვენ ღია ვართ ყველასთვის, ისევე როგორც ჩვეულებრივი პატიოსანი ნორმალური მედია კომპანია, რომელიც აცნობიერებს თავის როლს და ფუნქციას მიმდინარე მომენტში და შესაბამისად მზად არის ყველასთან ამ თემაზე ისაუბროს. კი ბატონო, ასე რომ ფორმულა არ ჩაქრება, ვისაც ამის იმედი ჰქონდათ ტყუილად. მადლობა. მადლობა მიშა მშველდაძეს.